საფალგურჯანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამავაჟა სონღულაშვილმა დღეს თელავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდა ჩააბარა. სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ პიროვნული, პროფესიული თუ ინტელექტუალური განვითარება მნიშვნელოვანია. დღეს დაიწყო საგამოცდო პროცესი, უპირველეს ყოვლისა გამოცდა გარკვეულ რაღაც ნერვიულობასთან, პასუხისმგებლობასთან, ცოტა შიშთანაც სასჭირდება და მე ყველას ვლოცავ და ვუსურვებ, სიმშვიდე გქონდეს ყველა აბიტურიენტს, ყველა გამოსაცდელ ადამიანს და სიმშვიდეში მოიკრიბონ ის თავიანთი ცოდნა, რაც აქვთ, რაც მოიხვეჭეს და გადაიტანონ ფურცელზე ისე როგორც უნდა გადაიტანონ და რა თქმა უნდა გქონდეს წარმატება, ვუსურვებ წარმატებას ყველას და სიხარულს და მე გეტყვით რომ მე თვითონაც მქონდა ახლა ეს პატივი რომ შევედი საგამოცდოთ, მე თვითონაც დავწერე დღევანდელ დღეს გამოცდა და მე ერთადერთ პოზიტივს და ერთადერთ ესე ვთქვათ SMS-ს ვგვეტყვი დღევანდელ საზოგადოებას და ახალგაზრდობას და არა მარტო ახალგაზრდობას, რა საკშიც გინდა იყო ადამიანი უნდა ცდილობდე ყოველთვის პროფესიულ წარმატებას, წინსვლას და საკუთარ თავის განვითარებას. ყოველთვის უნდა ცდილობდე, არ უნდა გაჩერდე და აი ამ არ გაჩერებაში არის დიდი წარმატება უკვე თავისთავად. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაახაროს სრულიად საქართველოს აბიტურიენტები.